ამ ტიპის ადამიანი იხშობს ასევე სექსუალურ და კვებით მოთხოვნილებებს ან პირიქით ვარდება რომელიმე სიჭარბეში. დედას ვეზიზღები. ხშირად მწერენ მოზარდები, ამ დროს შეიძლება ეს საერთოდ არ არის ასე, მაგრამ დედამ არ იცის რა ქნას. ვერავინ ვერასდროს გაგრძნობინებთ თავს დამნაშავედ, რადგან დანაშაულის განცდა მოდის შიგნიდან. ცემასაც კი ამჯობინებენ მარტოობის საშინელ სიცარიელეს, ანუ რისიც ეშინიათ ადამიანებს, სწორედ იმას იზიდავენ, შენ კი გენდობი, მაგრამ აი სხვა ადამიანებს არ ვენდობი. მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებთ ბავშვობის 5 ტრავმაზე. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა ადამიანის შინაგანი ბავშვის 5 ტრავმაზე და ამის შედეგად ჩამოყალიბებულ პერსონალურ ფსიქოტიპზე. უტრავმო ადამიანი არ არსებობს, როგორი ლამაზი და უდარდელი ბავშვობაც არ უნდა გქონოდათ, ყველა ადამიანს აქვს გარკვეული დაღი. მინიმუმ ერთი მაინც, რომელიც ახსოვს ან არაცნობიერშია დალექილი. სწორედ ჩვენი ტრავმის ძლიერების ხარისხი და ტიპი განაპირობებს თუ როგორი ადამიანები გავხდებით, როგორ პასუხებს გავცემთ სხვებს, რა მოლოდინები გვექნება ცხოვრებისგან და რამდენად გვექნება უნარი დავინახოთ სილამაზე ამ სამყაროში. ან და რა წარმოადგენს ჩვენს მოტივაციას რაიმეს შესაცვლელად, თუ დინებაზე მისანდობად. ლის ბურბოს თეორიის მიხედვით სულ არსებობს 5 ტრავმა. პირველი მათგანია მიტოვების ტრავმა, რომელიც ზრდასრულ ადამიანში ვლინდება იმაში, რომ მას არ სჯერა ურთიერთობების ხანგრძლივობის, სტაბილურობის, ერთგულების, გააზრებულად ან გაუაზრებლად აქვს მოლოდინი და ჰგონია, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, ადამიანი მაინც არ დაუფასებს და ბოლოს სხვასთან გაიქცევა. არის ძალიან ეჭვიანი და მუდმივად თავს იშანტაჟებს თავისივე ნეგატიური ფიქრებით. ეს შიშები ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ თავად ასრულებს ურთიერთობას, რომ დაასწროს პარტნიორს და არ განიცადოს მიტოვების ტრავმა ხელახლა. ამავდროულად მისი ყველაზე დიდი შიშია მარტოობა და ძალიან უჭირს პარტნიორის გარეშე ყოფნა. ამ ტიპაჟს დამოკიდებულსაც ეძახიან. დამოკიდებული თითქმის არასდროსაა მარტო, ყავს შეყვარებული ან მინიმუმ ტელევიზორი აქვს ჩართული და პარალელურად ინტერნეტში წერს სხვადასხვა ადამიანებს, რომ შეიმსუბუქოს მარტოობა. ან სხვადასხვა საზოგადოებაში ტრიალებს, თან შინაგანად იმ ერთის ყოველდღიურ და უწყვეტ მოლოდინში და ძებნაშია. ხშირად თავადვე იქმნის პრობლემებს, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემებს, იმისთვის რომ მიიქციოს ახლობელი ადამიანების ყურადღება. ყურადღება მას არასდროს ყოფნის და მუდმივად განიცდის ამას. მცირედი უყურადღებობაც კი მისთვის განგაშის სიგნალია. ეშინია ცივი და მკაცრი ადამიანების, ასევე მკაცრი ტონის. მიტოვების ტრავმის მქონე ადამიანები და განსაკუთრებით მდედრობითი სქესის არიან სწორედ ისინი, ვინც მოძალადესთან განშორების ტკივილს და ცემასაც კი ამჯობინებენ მარტოობის საშინელ სიცარიელეს და უიმედო განცდას. ამიტომ ებღაუჭებიან ყველაზე უარგის ადამიანსაც კი და იმყოფებიან ილუზიურ იმედებში. ეს ტიპაჟი პარტნიორს თუ ახლობელ ადამიანებს მთლიანად ერწყმის, გულით, სულით და შემდეგ მალე თავადვე უჩნდება ეჭვები. ვაი თუ თვითონ არ ვუყარვარ ისე როგორც მე მიყვარს, ვაი თუ არ ვიმსახურებ მის ერთგულებას. იწყებს ნერვიულობას, აწყობს საშინელ დრამებს, ირგებს მსხვერპლის როლს და სურს რომ ყველამ შეიცოდოს და ანუგეშოს. ყურადღების მიქცევის მომდევნო სტრატეგიაა გმირის ან მხსნელის როლის მორგება. ეს ტიპაჟი ხშირად საკუთარი ნებით იღებს დედის ან მამის პასუხისმგებლობას დაძმებზე, ან პირიქით ცდილობს დედმამას შეუმსუბუქოს პრობლემები, დაიცვას ისინი და უზრუნველყოს მათი კარგად ყოფნა. ამიტომ საკმაოდ მძიმე და არაბავშვურ მისიას იღებს ხოლმე თავზე ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან. ესეც რა თქმა უნდა არის ქვეცნობიერი სურვილი, ყურადღება მიიქციოს, იყოს ვარსკვლავი, გმირი, რომელიც მნიშვნელოვანია. და შესაბამისად მას არ მიატოვებენ. ამ ტიპაჟის ადამიანი თავის პირად ბედნიერებასა თუ უბედურებაზე სხვას აკისრებს პასუხისმგებლობას, ისევე როგორც თავად მიიჩნევს თავს პასუხისმგებლად სხვების ბედნიერებასა თუ უბედურებაზე. ამავე მიზეზით ზოგჯერ დამოკიდებული ძალიან კეთილი, თბილი და მეგობრულია. შეიძლება ძალდატანებითი და ბოლოს შემაწუხებლად მზრუნველიც კი. ამ ტიპის ადამიანები ბევრს საუბრობენ საკუთარ თავზე, საკუთარ ისტორიებზე, საკუთარ ემოციებზე, დეტალურად აღწერენ ყველა სურათს. მიაჩნიათ, რომ რაიმე თემის განხილვისას ადამიანის აზრზე დათანხმება არის დამამტკიცებელი საბუთი მისი ნამდვილი სიყვარულისა. ანუ თუ არ დაეთანხმეთ რაიმეში, ის ფიქრობს, რომ თქვენ ის აღარ გიყვართ, ან თავს გრძნობს მიტოვებულად.
ამ ტრავმის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ჰიპერვიჯილანსი, ანუ ჰიპერსიფხიზლის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი შინაგანად მუდმივად დაძაბულია და ფარულ შფოთვას განიცდის. დღის მანძილზე ხშირად ეცვლებათ გუნებაგანწყობილება. მათ უჭირთ კარიერული წინსვლა, რადგან ზედმეტად არიან კონცენტრირებულები პირად ურთიერთობებზე, ემოციებზე, საკუთარ ფანტასტიკურ წუხილებზე. ხშირად ეუფლებათ გაურკვეველი წარმოშობის სევდა და მარტო დარჩენილნი დასტირიან საკუთარ თავს. კარიერაში წარმატებისთვის დამოკიდებულებს მუდმივად გარედან სჭირდებათ მოტივაციის მიცემა და სჭირდებათ, რომ ვინმე უჯიკოს და შემოუძახოს ხოლმე. შეიძლება იყვნენ ზარმაცებიც, თუმცა სინამდვილეში მათ უბრალოდ სურთ ემოციური მხარდაჭერის მიზნით გვერდში ყავდეთ ვინმე. არ უყვართ დამოუკიდებლად მუშაობა და ურჩევნიათ გუნდური სიტუაცია. მართვის სადავეებს ძირითადად უთმობენ სხვებს და მიჰყვებიან დინებას. ბევრი ადამიანი, ვინც მიტოვების ტრავმას ატარებს, ადასტურებს ბავშვობაში საწინააღმდეგო სქესის მშობელთან კომუნიკაციის ნაკლებობას. ანუ ის სისტემატიურად ვერ იღებდა იმ სითბოს და ყურადღებას, რასაც უკვე აწმყოში ითხოვს პარტნიორისგან. და მაინც საიდან მოდის ეს ტრავმა? როგორ იქმნება და როგორ ყალიბდება ასეთი ადამიანი? ტრავმის არსებობა არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ბავშვს ცუდი მშობელი ან აღმზრდელები ჰყავდა, არამედ აქ გასათვალისწინებელია, რომ ბავშვმა აღიქვა სიტუაცია ასე და შეიძლება იმაზე მძიმედაც, ვიდრე სიტუაცია რეალურად იყო. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ბავშვის პერსპექტივიდან იფიქროს მშობელმა და მასთან ემოციური სიახლოვე დაამყაროს. ტრავმის პირველი შემთხვევის შემდეგაც კი ბავშვის ფიქრი და ქცევა ნაკარნახევია სწორედ აი ამ ტრავმის ხელახალი განმეორების შიშით. ეს ხუთივე ტრავმას ეხება. მიტოვების ტრავმით პირველი დაზიანება ძირითადად ხდება პირველიდან 3 წლამდე, შესაძლოა მშობელმა ფიზიკურად დატოვა პატარა სადღაც და თავად თვალს მიეფარა, შესაძლოა ბავშვს შიოდა, სციოდა, ან შეეშინდა, მშობელი კი არ ჩანდა და არ იყო ახლოს. ან არ ეცალა და ასე შემდეგ. ბავშვმა ამ დროს ჩათვალა, რომ ის მიატოვეს. შეიძლება მშობელი იყო ფიზიკურად ახლოს, თუმცა ემოციურად იგნორირებულად იგრძნო ბავშვმა თავი. შეიძლება შეესწრო ერთი ზრდასრულის მიერ მეორის მიტოვების ფაქტს და შეეშინდა, რომ ეს მასაც ემუქრებოდა. სწორედ ამიტომ ადამიანის გონებაში უტრიალებს მუდმივი ეჭვები, შიშები და სჭირდება მუდმივი გადარწმუნება. ასეთი ტიპაჟები სვამენ ხოლმე კითხვას. მახინჯი რომ ვიყო, მაინც გეყვარები? აი რომ მოვკვდე, გემახსოვრები, ხომ გეყვარები? ზღარბად რომ გადავიქცე, მაინც გეყვარები და ასე შემდეგ. მოკლედ, იმდენად ითხოვენ სიყვარულს, რომ შეიძლება თავი მოაბეზრონ და მართლა გაქცევა მოანდომონ ადამიანს. განკურნება. მე სულ ვიმეორებ ხოლმე ამას, რომ ადამიანს შეუძლია ფსიქოთერაპიის გარეშეც თავისი პირადი ძალებით დაჯდეს და გააანალიზოს საკუთარი თავი. თუმცა პროფესიონალთან ერთად ეს ბევრად უფრო სწრაფი და უმტკივნეულო პროცესია. უმტკივნეულო თუ არა, უფრო კომფორტულია. საჭიროა გავიაზროთ, რომ ის, ვისაც ეშინია, არის შენი შინაგანი ბავშვი. ჩვენ უნდა დაუკავშირდეთ ამ შინაგან ბავშვს და მივანიჭოთ უფლება გამოთქვას თავისი წუხილი. ვანუგეშოთ, რომ დავეხმაროთ რაციონალურ ანალიზში. შემდეგ კი გაუძლიეროთ თვითშეფასება, რომ თავი იგრძნოს უფრო სასურველად, მნიშვნელოვნად, დამოუკიდებლად და დაცულად, მარტოობის დროსაც კი. დანაკარგების მიმართ დამოკიდებულების გადაფასება არის აუცილებელი, რომ შევცვალოთ იმდაგვარად, რომ ცხოვრებაში გავიაზროთ, რომ ისინი გარდაუვალია და ზოგჯერ აუცილებელიც კი, რომ ადგილი გაუთავისუფლდეს იმას, რაც ამაზე უკეთესია. მეორე, ყველაზე მძიმე და საბაზისო ტრავმა გახლავთ უარყოფის ტრავმა. როდესაც ტრავმა წარმოდგენილია საშუალო ან მაღალი ხარისხით, უფრო მკაფიო დავლენს თავს და გამოიხატება ადამიანის ეჭვებში, რომ მას უარყოფენ, რიყავენ, რომ ის ზედმეტია, უღირსია, მას ვერ უგებენ ვერსად ან კონკრეტულ საზოგადოებაში, შეიძლება სამსახურში. მასთან მეგობრობა თითქოს არ სურთ, არა პატივისცემის ღირსი. ზოგადად არაღირებულია. ვერა და ვერ მოიპოვა ის სტატუსი და საკმარისობა, რომ სიყვარულს და გაგებას უბრალოდ უპირობოდ იმსახურებდეს. ამიტომ უნდა შეასრულოს გარკვეული პირობები. მუდმივად ცდილობს დააკომპენსიროს თავისი უღირსობა ბრჭყალებში, საჩუქრებით, ზედმეტი ღიმილით, ზრდილობით, მოთმინებით, თავმდაბლობით. ზოგჯერ შეუძლია თავიც კი დაიზიანოს, ოღონდ სხვას არ აწყენინოს. აგრესიას მიმართავს შიგნით, საკუთარი თავისკენ. ერთ-ერთი კომპენსატორული
მექანიზმია პერფექციონიზმიც, უარყოფის ტრამვის მქონე ადამიანი ცდილობს იყოს იდეალური მოსწავლე და საოცრად ჭკვიანი, დამჯერი, უპრეტენზიო და კომფორტული შვილი. თავდაუზაგავად მშრომელი მუშაკი, ან გამორჩეული და იდეალური რომელიმე კონკრეტულ სფეროში. თუნდაც ეს იყოს უბრალოდ გარეგნობის მხრივ და დღევანდელ ახალგაზრდა გოგონებს თუ გადავხედავთ, გასაგებია რას ამტკიცებენ ისინი ასე თავგამოდებით საკუთარ თუნდაც მხოლოდ გარეგნულ მხარეზე აქცენტირებით. თუმცა ეს შეიძლება იყოს ასევე მიტოვების ტრამვის ყურადღების მიქცევის სტრატეგიაც. უარყოფის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთელი ეს თავგამოდება და მონდომება იყო იდეალური, არის მტკიცება. მე კარგი ვარ, მე ვიმსახურებ დანახვას, აღიარებას, თანხმობას. ასეთი ტიპის ადამიანებს კომპენსატორებსაც უწოდებენ და ზოგჯერ ეს კომპენსაცია არის წარმატება, ტრიუმფი, მიღწევა ან რიგ შემთხვევებში რეალობიდან სრული აცდენა და დაკარგვა. მათ ნამდვილად არ აკლიათ ენერგია საქმის გასაკეთებლად, საკმაოდ დამოუკიდებლებიც არიან და ხშირად მაღალ კარიერულ მწვერვალებსაც იპყრობენ, თუ კი მოახერხეს, რომ რეალობას თვალი გაუსწორონ. წარმატება ესაა მათი გამოსასყიდი სიცოცხლის უფლებისთვის, თანხმობის მიღებისთვის. სამწუხაროდ, რასაც არ უნდა მიაღწიონ, მათ მაინც ყოველთვის სდევთ განცდა, რომ ისინი არასაკმარისად კარგები არიან, უჩნდებათ ეჭვი, იმსახურებენ თუ არა იმას, რასაც მიაღწიეს. ძალიან გრძნობიარად რეაგირებენ სხვების შეფასებებზე და ძალიან სტკივად კრიტიკა. ანუ ერთგვარი უარი. ხოლო შექება და წახალისება ძალიან უხარიათ და ადვილად ხდებიან ქებისა და კომპლიმენტების გზით მანიპულაციის მსხვერპლი, რაც მათგან მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. უარყოფის ტრამვის მქონე ადამიანებმა უნდა იცოდეთ, რომ ყველა ვინც შენ გაქებს ან თავიდან დიდ სითბოს გაჩვენებს, არ არის შენი კეთილის მოსურნე. ნუ მიიღებ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. კომპენსატორი ერიდება კონფლიქტს ნებისმიერ ფასად. თითქოს არ აქვს ბრძოლის უფლება. ხალხის გარემოცვაში თავს გრძნობს ზედმეტად და უყვარს მარტოობა. შეიძლება მეგობარიც კი არ ყავდეს საერთოდ. ამ მხრივ ურჩევნია დარჩეს იმ წრეში, რომელიც მისთვის უკვე ნაცნობია, გარკვეულწილად იქ აღიარებულია და ეს მისი კომფორტის ზონაა. შეიძლება იყოს სრულიად უმოქმედო, ჩამქრალი და ფიქრებში დაკარგული. ირონიულად, რაც უფრო ღრმაა უარყოფის ტრამვა, მით მეტად იზიდავს ადამიანი ისეთ პიროვნებებსა და სიტუაციებს და გარემოებებს, რომლებშიც ის იქნება უარყოფილი და განამტკიცებს თავის ნეგატიურ ეჭვებს. ხშირად კომპენსატორი იკეტება საკუთარ თავში და გაურბის რეალობას. ის ცხოვრობს საკუთარ წარმოსახვით სამყაროში. უკიდურეს ფორმაში შეიძლება გაიქცეს ნარკომანიაში, ალკოჰოლიზმში, ვირტუალურ თამაშებში, ესე გაშტერების ეპიზოდებში ან რეალობისგან გაქცევის სხვა მეთოდებში. მას იზიდავს სულიერი, მისტიური და ინტელექტუალური საკითხები. ხშირად უჩნდება კითხვა თუ რა არის მისი მისია საერთოდ. ის ნაკლებად ეჯაჭვება მატერიალურ ნივთებს, იყენებს მათ არა ფუფუნებისთვის და სამარიაჟოდ, ასე ვთქვათ, არამედ საჭიროებების გამო. საოცრად ერიდება ვინმესთვის რაიმეს თხოვნა. რადგან ჰგონია, რომ არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სხვები შეაწუხოს. ხშირად იცლება ენერგიისგან overthinking-ით, ანუ ზედმეტი ფიქრით, მიდრეკილია მიირთვას ბევრი ტკბილი და ხშირად აქვს ამის ძლიერი მოთხოვნილება, როგორც მეტაფორული სიტკბოს მიღების, შევსების და ასევე ენერგიის სწრაფი აღდგენის წყარო. ძირითადად იგივე სქესის მშობლისგან განიცდის უსიყვარულობას ან ტანჯვას სიცივისა და უარყოფის გამო. ძალიან მოწყვლადია მშობლის შეფასებაზე და ეს მოლოდინი, რომ მას არ ვუყვარვარ, შეიძლება საპასუხო სიძულვილშიც კი გადაიზარდოს მშობლის მიმართ. დედას ვეზიზღები. ხშირად მწერენ მოზარდები, ამ დროს შეიძლება ეს საერთოდ არ არის ასე, მაგრამ დედამ არ იცის რა ქნას, არ იცის, რომ მის შვილს აქვს უარყოფის ტრამვა. ამ დროს კი ადამიანის მიმართ მშობელი განსაკუთრებულად ფაქიზი უნდა იყოს, ვინაიდან მისი ერთი ცივი მზერა, იგნორი ან შენიშვნა ძალიან მტკივნეულია ბავშვისთვის. ყველაზე მეტად უარყოფის ტრამვის მქონე ადამიანს ეშინია პანიკის, ქაოსის და გაუგებრობის, ვინაიდან მისი მისწრაფებაა დაალაგება, გამორკვევა და ადგილის პოვნა. საიდან მოდის ეს ტრამვა? უარყოფის ტრამვა არის ყველაზე ღრმა და საბაზისო იარა. პირველი ტრამვირება ხდება ჯერ კიდევ მუცელში ყოფნის დროიდან, ანუ ჩანასახის ფსიქოლოგიაც არსებობს, სწორედ აი ამ დროიდან 1 წლამდე.
ბავშვი იმპულსურ დონეზე ყოველთვის გრძნობს, იყო თუ არა სასურველი და რა განცდები აქვს დედას. შეიძლება მას ჰქონდა აბორტის მცდელობა ან სერიოზულად ფიქრობდა ამაზე, შეიძლება მზად არ იყო დედობისთვის, ან არასასურველი ორსულობა დადგა. მთელი ეს ინფორმაცია გადაეცემა ბავშვს იმპულსურ დონეზე, რა თქმა უნდა, რომელიც შემდეგ მას მთელი ცხოვრება სტანჯავს ეჭვების სახით, საერთოდ იმსახურებს თუ არა ის სიცოცხლეს, აქვს თუ არა არსებობის უფლება, ან რამდენად სრული უფლება აქვს ცხოვრებაზე, როგორც სხვა ადამიანებს თუ მათზე მეტად, თუ მათზე ნაკლებად. რატომ თვითკრიტიკა? ხომ შეიძლებოდა რომ ადამიანს ეთქვა, უარმყოფ და სულაც კარგად იყავი, ესე იგი შენ ვერ დაინახე ჩემი სიკარგე, ჩემი საჭიროება, ხო და არც მე არ მჭირდები. განრიდებული მიჯაჭვულობის ადამიანი სწორედ ამ არჩევანს გააკეთებდა და ზოგადად გულთან ახლოს არავის მიუშვებდა, თუმცა ეს კიდევ ცალკე თემაა. ძირითადად ტრავმის მიღების ასაკში ბავშვს არ აქვს უნარი რომ შეეწინააღმდეგოს იმ ერთადერთ წყაროს სიცოცხლის დაცვის და არსებობის, რომელიც მას აცოცხლებს. ის ყველა ვარიანტში დამნაშავის ძებნას იწყებს საკუთარ თავში და არა მშობელში. უარყოფის ტრამვის გამომწვევი შეიძლება გახდეს ასევე მშობლის მხრიდან ნათქვამი უარი ნებისმიერ რამეზე, რაც ბავშვისთვის შოკის მომგვრელია. მაგალითად, ჩვილები ჰყავთ ხოლმე საათობრივ კვებაზე და რა ხდება თუ ბავშვს დროზე ადრე მოშივდა. რა ხდება თუ კი მისი ორგანიზმი ინდივიდუალურად ითხოვს სხვა გრაფიკს. ის ტირის, მაგრამ იღებს უარს კვებაზე. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, უარყოფის ტრამვის გამოწვევა შეუძლია ასევე ზედმეტ ზრუნვასაც. ოღონდ უკვე ცოტა მოზრდილ ასაკში, როდესაც ბავშვს აღმზრდელი ზედმეტად იცავს ყველა ცივი ნიავისგან და მის ნაცვლად აკეთებს გასაკეთებელს, მის ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს. ბავშვი ამას აღიქვამს, რომ არ აღიარებენ მის შესაძლებლობებს, უნარებს, ძალას და დამოუკიდებლობას. მას უარყოფენ ისეც, როგორიც ის არის. ამასთან მასშია უსამართლობის ტრავმაც, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. განკურნება. თქვენ დაიბადეთ. შესაბამისად, სრული უფლება გაქვთ იცხოვროთ დიდხანს, ჯანმრთელად და ბედნიერად, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს აქვს ამის უფლება. თქვენ შეგიძლიათ ღიად მოითხოვოთ რაიმე სურვილის ასრულება ან ყურადღება სხვა ადამიანებისგან, დანაშაულის ან უღირსობის განცდის გარეშე. აქაც მუშაობთ, რა თქმა უნდა, შინაგან ბავშვზე, მისი შიშების განეიტრალებაზე. ძალიან კარგი იქნება თუ ფსიქოთერაპიაზე ჩახვალთ ღრმა ბავშვობაში და სწორ სახელს დაარქმევთ ყველა მიღებულ უარს. იქნება ეს უარი სიცოცხლეზე, კვებასა თუ სხვა ნებისმიერ საჭიროებაზე. აღნიშნავთ, ვის რა შეეშალა თქვენთან მიმართებაში და შემდეგ გადმოიხედებით უკვე თქვენი მშობლების პოზიციიდანაც და იგრძნობთ მათ ტკივილსაც. შემდეგ დაართავთ საკუთარ თავს-ნებას, იცხოვროთ სურვილისამებრ. არაჩვეულებრივი იქნება თუ ჯანსაღ პიროვნულ საზღვრებს დააწესებთ და იცხოვრებთ ჯერ საკუთარი თავისთვის და შემდეგ სხვებისთვის და მათი სიამოვნებისთვის. ყველა წარმატება მიუძღვენით თქვენს თავს და ყველაზე ღირებული მადლობაც უნდა იყოს საკუთარი თავისგან მიღებული მადლობა. ასევე იყავით მზად, რომ ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც მოგაძახებს, რომ უღირსი ხარ, რომ არ ვარგი ხარ, რომ ვერ გამოდექი, რომ არ იმსახურებ არაფერს და ვიღაც ყოველთვის იქნება, ვისაც არასდროს მოეწონება შენი არაფერი. მაგრამ ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა, მით უმეტეს დღევანდელ საზოგადოებაში და არცაა საჭირო რომ ყველას მოსწონდე. მესამე ტრავმა გახლავთ დამცირების ტრავმა, რომლის საშუალებითაც ყალიბდება პერსონა მაზოხისტი. ზრდასრულ ადამიანში გამოიხატება მიდრეკილებით, შეიზღუდოს და დაითრგუნოს თავი. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება გაუცნობიერებლად აკეთებდეს, ვინაიდან არც ერთ ადამიანს მიზანმიმართულად არ სურს, რომ უბედური იყოს. მაზოხისტი საკუთარ თავს ავალდებულებს სხვებს ემსახუროს. არ უყვარს, როცა სანაცვლოდ მასზე ზრუნავენ, რადგან ამ დროს ფიქრობს, რომ არ იმსახურებს და აწუხებს სხვა ადამიანს. ეს კი იწვევს მასში სირცხვილის განცდას. დანაშაულის და სირცხვილის განცდა სწორედ არის ის ყველაზე მძაფრად გამოხატული განცდები, რომლებიც ამ კონკრეტულ ტიპაში იბუდებს და ისინი მუდმივად ამ განცდებთან ჭიდილში ატარებენ ცხოვრებას. მუდმივად აწუხებთ კითხვა, ვიქცევი თუ არა სწორად. ან სხვა ადამიანებისა თუ ღმერთის მოსაწონად, როგორ ჩანვარ მათ თვალში. დამცირების ტრავმის მქონე ადამიანი არაფერს იტყვის სხვის გასანაწყენებლად, არამედ ორიენტირებულია ყველას ასიამოვნოს, რომ საკუთარ თავთან მართალი იყოს. თუ კი ვინმე ორი ჩხუბობს, ის აუცილებლად მშვიდობის მტრედის როლში გამოვა და ეცდება შეარიგოს ისინი, გაამართლოს მათი პოზიციები და თუ ასე არ მოიქცევა, სამარცხვინო ადამიანი იქნება. ეს ტიპაჟი მძიმე და მტანჯოლ შეზღუდვებს და მაღალ სტანდარტებს საკუთარ თავს თავად უწესებს, რის გამოც მას
სწორედ ეძახიან მაზოხისტს. თუ კი მაზოხისტი სიამოვნებას იღებს, იქვე ჩნდება ეჭვი. რაიმე ზედმეტი ხომ არ მომდის, ძალიან ხომ არ გავთამამდი, თითქოს ბავშვობიდან გამოყოლილი აქვს დასჯის შიში და თუ არ ჩაპრესავს და დათრგუნავს საკუთარ მოთხოვნილებებს, ის ყოველთვის გრძნობს აი ამ დანაშაულის განცდას. დამცირების ტრამვის მქონე ადამიანი თავს გრძნობს სხვებზე ქვემდგომად და მეორე ხარისხოვნად. მისი თვით აღქმა დამოკიდებულია იმაზე, თუ სხვები რას ფიქრობენ და როგორ ხედავენ და შიშობს, რომ ვინმე რაიმე ფორმით არ დაამციროს, რაიმეთი არ მოახდინოს ამის პროვოცირება. ხალხში შეიძლება საკუთარი თავი თავად წარმოაჩინოს დაცინვის ობიექტად, რაც ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია სხვების მხრიდან დამცირების ასაცილებლად. ამ ტიპაშს ურჩევნია არ დააფიქსიროს საკუთარი აზრი და პოზიცია, ან დაეთანხმოს ნებისმიერს, რათა დარჩეს დაცული და უჩინარი არ ჩაებას კამათში. მოზარდობის პერიოდში ხშირია ისეთი სიტუაციების განგებ-გამოწვევა, რომელშიც დარწმუნდებოდა და განიმტკიცებდა საკუთარი უსუსურობის განცდას და დამცირების სცენარს. გარშემომყოფთათვის მაზოხისტი შეიძლება აბსოლუტურად თავისუფალი ჩანდეს, რადგან ის საკმაოდ უნარიანია და ბევრ საქმეს აკეთებს, რომლებიც ძირითადად საკუთარი ნებით დააკისრა თავს, ასევე ძალიან კარგად ნიღბავს ამ საკუთარ შიშებს და გარედან ისე ჩანს თითქოს ეს მისი გააზრებული და ცნობიერი გადაწყვეტილებებია. და აქვს თავისუფლება, ასე კი არა, სხვაგვარად მოიქცეს სურვილის შემთხვევაში. თუმცა სინამდვილეში იგი საკუთარი მორალურობის მახეშია. უпростоრად კი დასჯის ქვეცნობიერი შიშის მახეში. მაზოხისტი მუდმივად ცდილობს არ იყოს თავისუფალი. მუდმივად იყოს ისეთ სიტუაციაში, რომელშიც უწევს ვიღაცასთან გამკლავება, ვინმეს მოვლა ან ვინმეს დახმარება. საკუთარი თავი კი მივიწყებული ხავს. მაზოხისტი მიიჩნევს, რომ არ უფასებენ მომსახურებასა და შრომას სათანადოდ და ვერ გრძნობს აღიარებას. და ეს სიმართლესთან ახლოსაა, რადგან ზოგჯერ მას ადამიანები ბოროტად იყენებენ. თუმცა ის მაინც არაფერს ცვლის, კვლავ მუშაობს მონური რეჟიმით და მხოლოდ წუწუნებს. ამგვარი ქცევის განსაზღვრელი არის ისევ და ისევ სირცხვილის განცდის შიში. ის ყველაფერს აკეთებს, რომ კომფორტული და მოსაწონი იყოს გარშემომყოფთათვის, ეს მისი ტრამვის დამალვის გზაა და თავს იმშვიდებს, რომ დამცირება სრულებითაც არ აწუხებს. მაზოხისტი საკუთარ თავს უმნიშვნელოდ და უსარგებლოდ მიიჩნევს, როგორც აღნიშნეთ და უჭირს დაიჯეროს, რომ სხვები მას დამოუკიდებელ და მნიშვნელოვან პიროვნებად თვლიან. ხშირად აქვს კარგი გოგოს ან ბიჭის სინდრომი და მიდრეკილება ყველაფერში საკუთარი თავი დაიდანაშაულოს. აქაც ირონიულად, რაც უფრო ღრმაა ტრამვა, მით უფრო უსუსურად უჭირავს პიროვნებას თავი და იზიდავს ისეთ ადამიანებსა და სიტუაციებს, რომელშიც მას არაფრად ჩააგდებენ ან დაამცირებენ. მაზოხისტის აზრით იყო თავისუფალი ნიშნავს ზღვარგადასულობას, თავნებობას ან აღვირახსნილობას. ყველაზე მეტად მას თავისუფლების ეშინია, რადგან ესეც დალინკულია სირცხვილთან, დაკავშირებულია სირცხვილთან, რადგან მშობელი მას სწორედ თავისუფალი და თამამი გამოვლინებების გამო ზღუდავდა და სჭიდა ბავშვობაში. ამავდროულად და პარადოქსულად, ის რაც მაზოხისტს სჭირდება, არის სწორედ თავისუფლება. ოღონდ უკვე არა რეალური, არამედ შინაგანი კრიტიკული მშობლის ეგომდგომარეობის რეპრესიებისგან განთავისუფლება. ამ ტიპის ადამიანი იხშობს ასევე სექსუალურ და კვებით მოთხოვნილებებს, ან პირიქით ვარდება რომელიმე სიჭარბეში. ეს ერთადერთი რამ აქვს საკუთარი თავის დასაჯილდოვებლად და კარგი იქნება, თუ კი რაიმე სხვა გზასაც იპოვნის სიამოვნების მიღებისთვის და ამით ჩაანაცვლებს ნაწილობრივ მაინც. მაზოხისტს აქვს უდიდესი ბლოკირებული ენერგია, ძალიან დიდ სიმწარეს ითმენს და ატარებს გულით და მას სურს სიყვარული, სიხარული, თავისუფლება, სიამოვნება და ბედნიერი ცხოვრება, თუმცა არ სჯერა, რომ იმსახურებს ამას. საიდან მოდის ეს ტრაუმა? ტრამვის გაღვიძება ხდება 1-დან 3 წლამდე მშობლის ან ოჯახის წევრის მიერ დამცირების გამო. თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვისა და შერცხვენის გამო შეიძლება ეს იყო უბრალოდ ხუმრობა, რომელიც ბავშვმა ვერ გაიგო და ზოგადად პატარა ბავშვებს არ ესმით ხშირად მშობლების იუმორი, ამიტომაც ვერ ხვდებიან და დაბნეულობისა და შეურაცხყოფის განცდები ეუფლებათ, როდესაც სხვები იცინიან მის შესახებ. შეიძლება ბავშვს ხუმრობით ეძახდნენ გოჭს, ძროხას, ბოტოტას, უნიჭოს ან რაიმე ეპითეტს თუ მეტაფორას, სტუმრების წინაშე შეიძლება იყო ამდაგვარი რამ შეიძლება უთხრეს, რომ საერთოდ ვერ უკრავს, ან ვერ მღერის კარგად, ან გონება შეზღუდულია, ან თუ ლექსი დაავიწყდა, ხელიდან რაიმე გაუვარდა, ან ჩაისველა, ან თავისი
თავხედური აზრი გაბედა და დააფიქსირა, დაუყვირეს, გამოლანძღეს და ამცირეს. შეიძლება აღზრდის მეთოდებად მშობელი სისტემატურად იყენებდა შერცხვენას, დადანაშაულებას, ან და დაბნეულობის, გაუგებრობის მდგომარეობაში დატოვებას, რაც ბავშვისთვის ძალიან რთულია. სარკაზმს, იგნორს, ტერორს და ასე შემდეგ. შეიძლება ბავშვი უბრალოდ შეესწრო რაიმე ძალადობრივ სცენას, სადაც მის საყვარელ ადამიანს ამცირებდნენ, მან კი ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, ან სცადა მისი დაცვა და ეს მცდელობა სასტიკად ჩაახშეს. მისი მიზეზი შეიძლება ბევრნაირი იყოს, რამაც ბავშვს აფიქრებინა, რომ გარემო არ არის უსაფრთხო, საკუთარი აზრებისა და სურვილების გამოსახატავად და დამცირებულად, დაკრინებულად და უძლურად იგრძნო თავი. განკურნება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის გააზრება, რომ ვერავინ ვერასდროს გაგრძნობინებთ თავს დამნაშავედ, რადგან დანაშაულის განცდა მოდის შიგნიდან. სირცხვილი არის შიგნიდან წამოსული განცდა. აუცილებელია აიმაღლოთ თვითშეფასება და არ იყოთ დამოკიდებული სხვების აზრებსა თუ შეფასებებზე. აპატიოთ სხვებს ის ტკივილი, რაც მოგაყენეს, თუმცა ეს ყოველთვის არ ნიშნავს გამართლებას და დათანხმებას და შერიგებას. აპატიეთ აუცილებლად საკუთარ თავსაც, რომ იმ მომენტში ვერ შეძელით სწორად თავდაცვა. უნდა დამყარდეს კონტაქტი შინაგან ბავშვთან, რა თქმა უნდა, რომელიც უძლურების, უღირსობის მდგომარეობაშია გაჩხერილი და მიუცეთ მას უსაფრთხოება, რომ ვეღარავინ დასჯის და მიუცეთ მას ძალა, მხარდაჭერა, შინაგანი ზრდასრულის რესურსით. მიუცეთ თავისუფლების, სიამოვნების და ბედნიერების უფლება. ღალატის ტრამვა, ანუ პერსონა კონტროლიორი. ზრდასრულ ადამიანში ეს გამოიხატება ადამიანის მესაკუთრეობასა და ხშირად ზღვარგადასულ კონტროლში. თუმცა თავად მიაჩნია, რომ ამაში უჩვეულო არაფერია და ეს აუცილებელიც კია. ღალატის ტრამვის მქონე ადამიანი ირგებს კონტროლიორის როლს და პასუხისმგებლობას იღებს იმაზეც, რაც შეიძლება საერთოდაც არაა მისი საქმე. არ დგას მისი ჩარევის აუცილებლობა. მაკონტროლებელი ტიპაჟი ცდილობს პათოლოგიურად გადაამოწმოს ყველა და ყველაფერი. არ გამორჩეს არც ერთი დეტალი და ახლობელი ადამიანები დაისაკუთროს, ყავდეს ფლობის არეალში, რომ ამით გამორიცხოს ღალატი, ან რაიმე იმედგაცრუება და შესაბამისად ამ ტრამვით გამოწვეული ტკივილის ხელახალი განცდა. იმ მიზეზით, რომ ის ვერავის ენდობა და ირგვლივ მხოლოდ ადამიანთა მანკიერებების შემჩნევაზეა ორიენტირებული, არის ზედმეტად ფრთხილი. შეიძლება საერთოდ გაურბოდეს სერიოზულ ურთიერთობებს და მარტოყოფნა ან ერთჯერადი ურთიერთობები ერჩივნოს, რომლებიც პარადოქსულად საოცრად ბინძური შეიძლება იყოს. თუმცა ეს თავიდანვე გასაგები იყო, იმიტომ რომ მისთვის ეს ყველაფერი საფრთხეს არ წარმოადგენს, აქ დაფარული არაფერია, თუმცა ძირითადად მაკონტროლებელი ყოველთვის პოულობს თავის ერთგულ პატიოს ან მორჩილ მსხვერპლს ურთიერთობაში და მაინც არის მუდმივად დაძაბული და თითქოს საომარ ან თავდაცვით მდგომარეობაში მომართული. მაკონტროლებელ ტიპაჟს აქვს ყველა ვარიანტში ნდობის პრობლემები და ღალატის მოლოდინი გულის სიღრმეში, ამიტომ ყველანაირი შესაძლო ხერხით ცდილობს თავი დაიზღვიოს და აირიდოს ამ სცენარის განვითარება. თუმცა, როგორც წინა ტრამვების შემთხვევაში ვთქვით, აქაც ტრამვულ სცენარებს აქვს თვითგანმტკიცების უნარი, ანუ რისიც ეშინიათ ადამიანებს სწორედ იმას იზიდავენ და რაც უფრო ღრმაა კონტროლიორის ტრამვა, რაც უფრო მკაცრად ზღუდავს იგი პარტნიორს, მით მეტად ანდომებს მას თავისუფლებას, ამოსუნთქვას და შესაბამისად თავადვე იწვევს ღალატს ან გაქცევას, რაც მისთვის ასევე დაღალატების ტოლფასია. ვერბალურ გამოხატულებაში ხშირად აჟღერებს ფრაზას შენ კი გენდობი, მაგრამ აი სხვა ადამიანებს არ ვენდობი. ამიტომ არ წახვალ, არ გააკეთებ ამას და ამას, იზოლირებული იქნები. მაკონტროლებელისთვის საკუთარი რეპუტაცია არის ამოსავალი წერტილი. მას სურს დარწმუნდეს საკუთარ მნიშვნელოვანებაში და იმაში, რომ იგი ჩაუნაცვლებელია. თუ მაგალითად მაკონტროლებელი არის მამაკაცი და მას ყავდა ცოლი ან შეყვარებული, რომელსაც დაშორდა და შერიგებასაც შეიძლება არ აპირებდეს, მას მაინც ძალიან გაუხარდება თუ ეს ქალი იქნება სულ მარტო და მის შემდეგ აღარავინ ეყოლება. ანუ მისი ადგილი ვეღარავინ ვეღარ უნდა ჩაანაცვლოს და ვეღარ დაიკავოს. პირად ღირსებასა და რეპუტაციაზე დარტყმად იღებს სწორედ აი ამას. და ვერ იტანს გეგმების არებას, ანუ როდესაც კონკრეტული ხედვა აქვს რაიმესი, ყველაფერი ამ გეგმის მიხედვით უნდა წავიდეს, ვერ იტანს, როდესაც სხვა უწყვეტს რა, როდის და როგორ გააკეთოს. ამიტომ დისციპლინის პრობლემა აქ მწვავე საკითხია. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არა, ხანდახან. ეს დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ტრამვის ხარისხზეც.
სამაგიეროდ საკუთარ სისტემაში შეიძლება არაჩვეულებრივი ლიდერი იყოს, საკმაოდ მამაციც, წინდახედულიც, მაკონტროლებელი ძალიან კარგი მატყუარა და манипуляციის ოსტატია, თუმცა თავად მოტყუებას ურჩევნია რომ ტყვია დაახალონ. უყვარს ანალიტიკურ კამათში ჩაბმა და სხვების საკუთარ აზრზე გადმოყვანა და გადმობირება, ხოლო თუ ვერ გადმოარწმუნებს, დიდი იმედგაცრუება ამ ბრაზი ეუფლება. უყვარს ჩვენება თითქოს ნებისმიერ პრობლემაზე გადაწყვეტა და ამოხსნა მას უკვე აქვს. ასევე აქვს ტენდენცია ყველაფერი სხვას გადააბრალოს, რომ თავად დარჩეს მნიშვნელოვანი. ზოგადად უყვარს და მოსწონს მნიშვნელოვანი ადამიანები, ცნობილი, მდიდარი ხალხი, ან თავისი მსგავსი იდეალების მატარებელი ლიდერები. ეს ტიპაჟი ძალიან გრძნობიარეა შინაგანად და თუ ვინმე სატკინა შეიძლება თავად უფრო მეტად განიცადოს და ნერვიულობისას შეიძლება ფიზიკურადაც კი ცუდად გახდეს, იმდენად დადარდიანდეს და არ უყვარს გაზიარება, რადგან ეს საკუთარი სისუსტის ჩვენება ჰგონია, ამიტომ შიგნით იხარშავს უამრავ ტკივილს, ბრას და ეჭვს. და მთელი პრობლემა ის არის რომ თან ისიც არ შეუძლია რომ სხვას არ ატკინოს. უბრალოდ ვერ იკავებს თავს საკუთარი ამ მაკონტროლებელი ბუნების გამო. გარეგნულად ყოველთვის საკუთარი ძალის დემონსტრირებით არის დაკავებული. მაგალითად, მაკონტროლებელი მშობლისთვის უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი რეპუტაცია, ვიდრე ის თუ რა სურს მის შვილს. ანუ მას ურჩევნია საკუთარი მკაცრი პრინციპების მიხედვით სხვათა თვალში დარჩეს ძლიერი და სწორი და მართალი და მოწესრიგებული მშობელი, ვიდრე იზრუნოს შვილის ბედნიერებაზე და აღასრულოს მათი მოთხოვნები. რა თქმა უნდა, უყვარს შვილები, თანაც როგორც წესი ძალიან, მაგრამ ამდაგვარი პრიორიტეტები აქვთ მათ და ხშირად შეიძლება ამას თავადაც ვერ აცნობიერებდნენ. რადგან თუ მაკონტროლებელი მშობელი ასე არ გააკეთებს, თავს მეორე უკიდურესობაში გადავარდნილად თვლის. ანუ რომ შვილს სწორ მიმართულებას ვერ აძლევს და მიშვებული ხავს აბსოლუტურად თავის ნებაზე, ამ დროს ამ ორ ფორმას შორის ძალიან ბევრი საშუალოა, მაგრამ მაკონტროლებელს არ უყვარს საშუალოები. ის ან აქეთ არის, ან იქით. ფიქრებით ძალიან იშვიათად არის ზოგადად ახლა და აქ ამ მომენტში ძირითადად ან მომავლის განჭვრეტით არის დაკავებული, ან უკვე წარსულის ანალიტიკით, რაც ხელს უშლის შეიგრძნოს აქტუალური რეალობა და იცხოვროს სრულფასოვნად. მაკონტროლებელს ახასიათებს დასკვნებზე გადახტომა, მოუთმენლობის გამო და იმის გამოც რომ ვერ უსმენს სხვას. ჰგონია რომ ამ დროს მას ეჭიდავებიან, მის შეცვლას ცდილობენ, ან აკნინებენ, ჭკუას ასწავლიან, მასზე მაღლა დგებიან და ასე შემდეგ. ამ ტიპაჟის ადამიანები იშვიათად აქებენ ვინმეს. თუმცა ჰყავთ საკუთარი გმირები, იდეალები, ავტორიტეტები, სამაგიეროდ ხშირად აფიქსირებენ ნეგატიურ და ზიზღის შემცველ შეხედულებებს რომელიმე სქესის, კატეგორიის ან ადამიანთა დაჯგუფების მიმართ. მიაწერენ მათ ისეთ თვისებებს, რაც დაკავშირებულია სამშობლოს მტრობასთან, ან ამა თუ იმ ფორმის არაპატიოსნებასთან. ხშირად ეს უბრალოდ საკუთარი მოლოდინების განზოგადებაა. აქვე გამოხატავენ სურვილს ყველამ მას დაუჯეროს, ვინაიდან თავად ძლიერი მორალური ღერძის მქონე ადამიანია და სურს რომ სხვაებიც სწორ გზაზე დააყენოს. თუ საჭიროა დააბას ან დასაჯოს კიდეც, რომ მათ შემთხვევით რაიმე ცუდი არ ჩაიდინონ. საიდან მოდის ეს ტრამვა? ასეთი კატეგორიული, მკაცრი და არატოლერანტული დამოკიდებულება ამ ტიპის ადამიანებს აქვთ იმიტომ, რომ სადღაც წარსულში მათ უკვე განიცადეს ღალატის სიმწარე. და ეს მძიმე გამოცდილება მათ მთელი ცხოვრება დახვებათ, რჩება მათთან ცნობიერად თუ არაცნობიერად. ანუ შეიძლება საერთოდ არ ახსოვდეს ადამიანს მსგავსი გამოცდილება, თუმცა ეს მასთან არის მთელი სიცოცხლის მანძილზე. ტრავმატიზება როგორც წესი ხდება 2-დან 4 წლამდე და ძირითადად უკავშირდება საწინააღმდეგო სქესის მშობელს. ბურბოს მიხედვით ეს არის ბავშვის მხრიდან გადაუჭრელი ოიდიპოსის კომპლექსის გამოვლინება. შეიძლება მიზეზი იმალებოდეს ოდნავ უფრო დიდ ასაკშიც, როცა ბავშვობაში შეიძლება გაანდეს საიდუმლო ვინმეს და მან წავიდა და სხვას მოუყვა. შეიძლება დახმარება სთხოვე კონკრეტულ პიროვნებას და იგი არ დაგეხმარა, ან ისე არ დაგეხმარა, როგორც შენ ელოდი. რაღაც დაპირება არ შეგისრულა მამამ, დედამ, დედმამიშვილმა, ან ბავშვობაში ხშირად გაჩუმებდნენ და გაწყნარებდნენ სხვადასხვა გამოგონილი ისტორიითა თუ ტყუილით და იმ წუთას მოქმედებდა ეს, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინა, რომ მშობლები იტყუებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გაგაჩერონ. შეიძლება დაინახე მშობელი, რომელიც სხვა ბავშვს ეფერებოდა. ძალიან თბილად და დიდი სიყვარულით და ჩათვალე, რომ ის უფრო უყვარს და ჩაგანაცვლეს. შეიძლება ბავშვობის საუკეთესო მეგობარმა უცებ შეწყვიტა შენთან მეგობრობა და სხვაზე გაქცვალა. შეიძლება შენმა პირველმა სიყვარულმა, რომელიც ყველაზე გულწრფელად და უგონოდ გიყვარდა, უეცრად სხვაზე იქორწინა და ასე შემდეგ.
მოკლედ, ყველა ის სიტუაცია, რომელმაც შენ მძაფრად და მკაფიოდ დაგასვა დაღი, იმ შემთხვევაშიც კი თუ შენ ეს მოვლენა საერთოდ არ გახსოვს, მაგრამ იმ მომენტში აღიქვი ღალატად. აი ეს ქმნის მაკონტროლებელ პერსონაჟს. განკურნება. ჩვენ შეგვიძლია ამ ტრამვის განკურნება ფსიქოთერაპევტთან ერთად ან საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობით, თუმცა ამ ტიპას ძალიან უჭირს საკუთარ თავზე მუშაობა და ასევე არ მიიჩნევს, რომ რაიმე საჭიროება აქვს ფსიქოლოგთან ვიზიტის ან საერთოდ რაიმე ცვლილების განხორციელების. თუმცა მათ გასაგონად, ვისაც აქვს ამის სურვილი, ჩვენ უნდა განმარტოთ, რომ ეს შესაძლებელია. ტოლერანტულობის, ემპათიის, მოთმინების, მიმღებლობისა და ნდობის განვითარებით. სხვისკენ თითის გაშვერის შეწყვეტის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შედეგად. სხვების და საკუთარი თავის მიმართ გაცემული დაპირებების შესრულებით. საკუთარი და სხვათა პიროვნული საზღვრების გააზრებით და პატივისცემით. ემოციების ფლობის და მათი რეგულირების უნარის გაძლიერებით. საკუთარი მოლოდინების მართვით, ოპტიმისტური მიდგომის შემუშავებით. ისეთი მაგალითების მოძებნით, რომელშიც ადამიანები ერთმანეთის ერთგულები არიან და ამავდროულად აძლევენ ერთმანეთს თავისუფლებას და ეს ურთიერთობა ბედნიერია. და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ განვითარებისკენ ცვლილების გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე მამაცური ნაბიჯია სიცოცხლეში, რომელიც რა თქმა უნდა მეტ სიმშვიდეს და ბედნიერებას მოგიტანთ. და ბოლოს ტრავმა ნომერი 5, უსამართლობის ტრავმა. პერსონა ხისტი. როგორ ვლინდება ეს ყველაფერი? უსამართლობის ტრავმა ზრდასრულობაში გამოიხატება მყიფე, ხისტი პიროვნების ჩამოყალიბებით, რომელიც უკომპრომისო და შეუვალია. მას უსამართლობის გამოცდილება და განცდა მოჰყვება ბავშვობიდან, როდესაც ის არ შეიყვარეს, ან უბრალოდ არ აღიარეს, არ შეაქეს, არ დააფასეს, არ მიიღეს ისეთი, როგორიც ის იყო. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ უნდა შეიცვალოს და აირჩია ეს ცვლილების სტრატეგია და ის რომ გამხდარიყო სხვანაირი. ხისტი ადამიანი არ განიხილავს სხვათა იდეებს, მხოლოდ საკუთარ სიმართლეს ან საკუთარ პრინციპებს ცემს პატივს, თუმცა თავს მიიჩნევს თბილ და სამართლიანობის დამცველ პიროვნებად. სხვათა თვალში გარეგნულად ის მაინც ჩანს ცივი და ზოგჯერ უსამართლოც, შინაგანად ძალიან ემოციურია. მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული დაისწავლა ამ ემოციების საგულდაგულოდ ჩაკეტვა, რადგან მისი აზრით თავის დროზე პრობლემის გადაჭრა სწორედ ამ თავის შემაგრებას უკავშირდებოდა. მისი შინაგანი კრიტიკული მშობლის ეგომდგომარეობიდან ემოციების სისუსტის გამოვლინებად ჩაითვალა, ხოლო შეუვალობა ძლიერებად. უსამართლობის ტრავმის მქონე ადამიანს კომუნიკაცია არ გამოსდის კარგად, რადგან ყველა დიალოგს ერთი კონკრეტული პრიზმიდან უყურებს. ყველაფერში ებრძვის უსამართლობას და ზოგჯერ შეფასებებისას ძალიან სუბიექტურია. უბრალოდ არ არის ღია მედლის მეორე მხარის დასანახად. არის ძალიან ბეჯითი, მშრომელი, დისციპლინირებული ყველაფერში და ყოველთვის ისწრაფვის სრულყოფილებისკენ. მას შურს იმ ადამიანების, რომელთა ცხოვრებაც მარტივი ეჩვენება, ან რომლებმაც წარმატებას დაუმსახურებლად ან არასაკმარისი შრომით მიაღწიეს მისი გადმოსახედიდან. ასევე გონია, რომ სხვებს შურთ მისი და მუდმივად აქვს ფარული ეჭვი, რომ ისინი ვერ ხედავენ მის მიღწევებს და არ აღიარებენ საკმარისად. პირად ურთიერთობაში პარტნიორთან არის მუდმივ კონკურენციაში, გარკვეულ შეჯიბრში, რადგან უყვარს შესწორება და ყველაფრის თავის სტანდარტებს და თავის სამართალს მორგება, რომლის შეცვლაც არ განიხილება. და ასევე ირთვება პრინციპი, შენზე ნაკლები არ გეგონო, უღირსი არ გეგონო. ხისტ ადამიანს სულ აქვს განცდა, რომ მას აფასებენ იმის გამო, რასაც აკეთებს და არა იმის გამო, ვინც თავად არის. თავადაც ხშირად ასე აფასებს სხვა ადამიანებს. ამიტომ ეს ტიპაჟი იმდენად გატაცებულია სრულყოფილებით, შედეგებით, რომ მაქსიმალურად მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ. არავითარი манипуляცია, არავითარი მოკლეგზები, არავითარი ურთიერთობის ან მეგობრობის ხარჯზე მიღებული დახმარება. ეს ხომ უსამართლობაა? ხისტი პერსონა ზოგჯერ დასვენების და მოდუნების უფლებასაც კი არ აძლევს თავს, სულ რეჟიმში და ტემპში უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს არანაირი ნაკლი და არანაირი სისუსტე. უნდა დადოს თვალსაჩინო შედეგები, რაც შეიძლება დიდი, რაც შეიძლება ბრწყინვალე და რაც შეიძლება მალე. არ ისვენებს არც მაშინ თუ მოწყენილი ან გადაღლილია, ამ შემთხვევაშიც მისი განტვირთვა არის მუშაობა. ხშირად იშველიებს სიცილს ან ირონიას უხერხულობის გადასაფარად. უჭირს საჩუქრის მიღება, რადგან ამას აღიქვამს როგორც დაუმსახურებელ სარგებელს და ვალდებულად მიიჩნევს თავს სამართლიანობის აღსადგენად, სანაცვლოდაც რაიმე აჩქოს ან გაუკეთოს ადამიანს. ხისტი ტიპაჟი ზოგადად ძალიან ოპტიმისტია.
ზოგჯერ ზედმეტადაც კი. ის ფიქრობს, რომ ნებისმიერ დაბრკოლებას თავს გაართმევს, შეიძლება წინასწარი ტრაბახოს კიდეც. მარცხის შემთხვევაშიც კი ის ყოველთვის იტოვებს იმედს, რომ დანაკლის რაიმენაირად აანაზღაურებს. მისთვის სახასიათო ფრაზაა, პრობლემა არ არის. თითქმის არასდროს აღიარებს, რომ ჩიხში და გამოუვალ მდგომარეობაშია. ასეთი ადამიანი ზოგჯერ იმითაც კი იწონებს თავს, რომ არ მიდის ექიმთან. არ სვამს წამალს. ერთი სიტყვით არც არაფერი სჭირს, რადგან ცუდად ყოფნის იდეა მისთვის ისევ და ისევ სხვათა თვალში სუსტად წარმოჩენას უკავშირდება. არა და ის იდეალური უნდა იყოს. ერთი შეხედვით ხის პერსონას მართლაც არაფერი სჭირს და არაფერი უჭირს, თუმცა მხოლოდ მან იცის გულის სიღრმეში, რომ საკუთარ მოთხოვნილებებსა და სურვილებს პრესავს და არ უთმობს საკმარის ყურადღებას თავის შინაგან ბავშვს. ის ძალიან ჩაგრავს მას, ვალდებულებებს აყენებს ყველაზე მაღლა და ამის გამო ძალიან დიდ და მძიმე ტვირთს აკისრებს საკუთარ თავს. თუ თავს დასვენების უფლებას მისცემს, ან რაღაცით ასიამოვნებს, სამართლიანობის პრინციპით ეს რაღაცნაირად უნდა გაამართლოს საკუთარ თავთან და დამსახურებულად მიიჩნიოს. ამ საკითხში წააგავს რაღაცით მაზოხისტის ტიპას, ანუ დამცირების ტრამვის მქონე ადამიანს, თუმცა ის საერთოდ ვერ ამართლებს და არც გონია, რომ რაიმე კარგს იმსახურებს. ხისტ ადამიანს შეიძლება პრობლემები ჰქონდეს ასევე სექსუალური სიამოვნების მიღებასთან და ზოგადად მოდუნებასა და ცხოვრებით ტკბობასთან. საკუთარი მგრძნობიარე ნაწილისგან ის ძალიან გაუცხოვებულია, ძალიან აკლია სითბო, თუმცა ვერ იღებს მას, რადგან ვერც გამოხატავს და ვერც ითხოვს სხვა ადამიანებისგან. ეს ძალიან ხელოვნურად და გამომყენებლურად ეჩვენება მას. თითქოს სხვათა კეთილგანწყობას საქმით კი არ იმსახურებს, არამედ რაღაც ხრიკებით, ფანდებით და უსამართლო მეთოდებით. ამიტომ სხვებისთვის ჩანს ჩაკეტილი, ამპარტავანი, ან ბოღმა და შურიანი. რიგ შემთხვევაში შეიძლება მართლაც იყოს ასეთი, განსაკუთრებით თუ ჯერ საკუთარი თავი გარედან სხვისი თვალით არ დაუნახავს. ხისტი პიროვნება თავს შეუსრულებელ მისიებს usახავს, შედეგად კი იმედგაცრუება და ბრაზი ეუფლება. ასევე გარედან მოელის აღიარებას და დაფასებას და გამოდის, რომ მუდმივად სხვებს შეხურებს. მაგალითად, ელოდო უფროს როდის შეგამჩნევს და დაგაწინაურებს, როდესაც მთელი კომპანია შეიძლება შენი შრომის ხარჯზე არსებობს და შენ კი მაინც ვერ ბედავ, ხელფასის მომატება ითხოვო, რადგან ვერ ხვდები სამართლიანი და დამსახურებულია ეს თუ ჯერ არა. საიდან მოდის ეს ტრავმა? ამ ტრავმის მიღება ძირითადად 3-დან 6 წლის ასაკში ხდება, როგორც წესი, იმავე სქესის მშობლის შეფასებებიდან გამომდინარე. თუ ოჯახში იყო ერთი შეხედვით სამართლიანობა, მაგრამ სინამდვილეში რომელიღაც წევრი იჩაგრებოდა. შეიძლება მშობლები ამბობდნენ, რომ თანაბრად უყვართ ყველა შვილი, მაგრამ იყო აშკარა ფავორიტიზმი და რომელიმე ერთს ან რამდენიმეს გამოარჩევდნენ. შეიძლება უბრალოდ ცხოვრებაში ხედავდი, რომ ვიღაცებს უფრო მარტივად გამოსდიოდათ რაღაცეები, შენ კი ძალიან ბევრი სირთულე, დაბრკოლება და უსამართლობა შეგხვდა გზაზე, დაიჩაგრე, რადგან იმ ასაკში არც ის იცოდი, როგორ გამკლავებოდი ამ უსამართლობებს და არც არავინ დაგეხმარა და ეს ვერ გადახარშე. შეიძლება საკლასო ოთახში ვიღაცამ რაღაც დააზიანა და შენ დაგბრალდა ეს, შენ კი შენი სიმართლე ვერაფრით დაამტკიცე. რომელიმე პედაგოგს ცუდად ყავდი ამოჩემებული, ვერ იგებდი რატომ. შეიძლება ძლიერი კრიტიკის მსხვერპლი აღმოჩნდი რაიმე ნიშნის გამო, იქნება ეს კანის ფერის, სიმაღლის, წონის, წარმომავლობის, ოჯახის ფინანსური მდგომარეობის, შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფრიადოსნობის, ცუდი ყოფაქცევის, ჩაცმის სტილის, განსაკუთრებული სილამაზის და ნიჭის ან რაიმე სხვა განმასხვავებელი ნიშნის გამო. შეიძლება აღმზრდელები იყვნენ ემოციურად გაუცხოვებულები შენგან, ან ცივები და მკაცრები. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ცუდ ხალხსა თუ გარემოში იზრდებოდი, უბრალოდ ბავშვის პერსპექტივიდან ზოგჯერ ასე ჩანს და ასე აღიქმება. აქაც მოქმედებს მშობლის ზედმეტი ზრუნვის საზიანო ფაქტორი, რადგან კვლავ და კვლავ ესმეტყველებს იმაზე, რომ ბავშვი არ არის მიღებული ისეთი, როგორიც ის დაიბადა, როგორიც ის იყო და მის უნარებს არ ენდობიან. ბავშვს შეიძლება აქაც გაუჩნდეს უსამართლობის განცდა. მე რა უსუსური და უნიათო ვარ, სხვები თავისი ხელით ჭამენ, მე დედამ უნდა მაჭამოს კოუზით, ან სხვა ბავშვები თავისით დადიან სკოლაში, მე კი დაცვამ უნდა მატაროს. ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს უსამართლობის ტრავმის მაპროვოცირებელი, რაც შემდგომში უკვე, როგორც აღნიშნეთ, გამოიხატება პერფექციონიზმის მოთხოვნილებით, საკუთარი თავის მუდმივად სხვებთან შედარებით და სურვილით, რომ არამც თუ დაეწიო და არაფერში ჩამორჩე, არამედ გახდე იმდენად დამოუკიდებელი, იმდენად ძლიერი, იმდენად მაგარი და იდეალური, რომ აბსოლუტურად შეუძლებელი იყოს ამის არ დანახვა და არ აღიარება. იყო ეჭვგარეშედ გამარჯვებული და სიყვარულის ღირსი. არც ერთი პუნქტით ნაკლები.
ამ ტიპის ადამიანები აღნიშნავენ ხოლმე, რომ მოზარდობისას ჰქონდათ მშობლებთან ახლო და მეგობრული ურთიერთობა, თუმცა ეს იყო ტრაფარეტული და ზედაპირული. ღრმა ემოციური კავშირები მაინც ვერ გაიბა. მოზარდმა ვერ დაიჯერა, რომ ის შეიყვარეს და დაინახეს ისე, როგორც ეს საჭირო იყო. განკურნება. ზოგადად ცხოვრება არ არის ყოველთვის სამართლიანი, ყოველ შემთხვევაში ვიდრე ბოლომდე გავალთ და აღმოვაჩენთ, ასეა თუ არა და კანონზომიერებით ბალანსდება თუ არა, იქამდე გზაზე ბევრ უსამართლობას შეიძლება წავაწყდეთ. ეს კანონი ნებისმიერ ვარიანტში მუშაობს ყველას მიმართ. ადამიანთა სხვადასხვაობა განპირობებულია, თუნდაც გენეტიკური სხვაობიდან გამომდინარე, რაც დასაწყისშივე ანიჭებს ზოგს უფრო მეტ უნარს, ზოგს კი ნაკლებს. მათ შორის კოგნიტური ანალიზის და შეფასების უნარს, რადგან ინტელექტი მოგეხსენებათ სანახევროდ გენეტიკაზე დამოკიდებული ფაქტორია. ასევე მნიშვნელოვანია გარემოს გავლენა, რაც აგრეთვე ინდივიდუალურად მოქმედებს ყველაზე. ამ ტრამვის განკურნების ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის ზემოაღნიშნულის გააზრება და მიღება. იმის, რომ ჩვენ ყველა ვართ უნიკალურები და გაგვაჩნია ჩვენი, როგორც სხვაზე ძლიერი, ასევე სხვაზე სუსტი მხარეები. და ცხოვრება სწორედ ამითაა საინტერესო, თუ როგორ მოახერხებ და რა სახით გამოხატავ შენს შემოქმედებით ენერგიას, თანაც ისე, რომ შეძლო სიცოცხლით და სამყაროთით კბობა. იდეალური აბსოლუტურად არავინაა და არც არის საჭირო, რომ ვინმე იყოს, ყოველთვის გამოჩნდებიან კრიტიკოსები და ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გაგაღმერთებენ ან დაგამუნათებენ ნებისმიერ ვარიანტში. ვინც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე. და მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ამან შენი თვით შეფასება ვერ უნდა მოარყიოს. ამ ტრამვის შემთხვევაშიც მუშაობა მიდის შინაგანი ბავშვის ეგომდგომარეობის გაძლიერებაზე, მის განთავისუფლებაზე და შინაგანი კრიტიკული მშობლის შერბილებაზე, სითბოს გამოხატვის და ეფექტური კომუნიკაციის დაუფლებაზე, გადაჭარბებულ წესრიგსა და პერფექციონიზმზე დაფუძნებული აღიარების სურვილის მოხსნაზე, სხვებისა და საკუთარი შეცდომების მიმართ ტოლერანტულობაზე, მიმღებლობის გაზრდაზე. არ აღელდეთ, თუ აღმოაჩინეთ, რომ 5-ვე ტრამვას ატარებთ, ეს იმაზე მეტად გავრცელებულია, ვიდრე თქვენ გგონიათ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ამიტომ დაისახეთ თქვენზე მორგებული მიზნები, ისიამოვნეთ, იზეიმეთ პატარა მიღწევებიც კი და გახსოვდეთ, რომ ყველანაირი სირთულის მიუხედავად ცხოვრება მართლაც მშვენიერია, ყოველ შემთხვევაში ამის პოტენციალი აქვს ცხოვრებას და დანარჩენი უკვე ჩვენზეა. ამ ვიდეოს ყურება კი უკვე სწორი გადადგმული ნაბიჯია შენი უკეთესი მენტალური ჯანმრთელობისკენ და ჰარმონიის მიღწევისკენ. მადლობა ყურადღებისთვის.